ალბათ დამეთანხმებით, რომ მაგიდის ხერხს იატაკზე არაფერი ესაქმება, ამიტომ წავამყევით და გავაკეთოთ მაგიდის ხერხის მაგიდა. ფეხები გვაქვს, ფიცრებიც გვაქვს, ზედაპირიც გვაქვს და გვაქვს ნახაზი, რის მიხედვითაც ავაწყობთ მაგიდას. მაგიდის ხერხი დაიდება აი ამ პატარა სექციაზე და ზუსტად მილიმეტრებში უნდა გავზომო სიმაღლე, რაზე მჭირდება ეს საყრდენები, რომ გავაკეთო, რომ როცა ზედაპირი დაიდება, მაგიდის ხერხის ზედაპირი ზუსტად გადავიდეს ჩემი მაგიდის ზედაპირზე. ვცდილობ ყველაფერი რაც შეიძლება ზუსტად გავზომო. ვაკეთებ 8 სანტიმეტრის მონიშნებს, რაც არის ჩემი საყრდენი ფიცრების სიგანე. ფეხები არის 8-8-ზე და ფიცრები არის 8-4-ზე. ამ მონიშნულებიდან არხებს გავაკეთებ და უკვე ყველაფერი ძალიან ლამაზად ჩაჯდება ერთმანეთში. ყველაფერი მონიშნე და შემდეგ გადავდივარ მაგიდის ხერხზე. დიდი ხანია ამ ტექნიკის გამოყენება მინდა, მაგიდის ხერხით ნელ-ნელა ვიღებთ პატარ-პატარა ადგილებს არხის გასაკეთებლად და უკვე შემდეგ საჭრეთელით შეგვიძლია არხი ამოვასუფთავოთ და გავამზადოთ იმისთვის, რომ სტრუქტურა ძალიან კარგად აეწყოს. ყველა კოჭი დაჭრილია, ახლა უნდა ვნახო ფიცრები როგორ ჩალაგდება ამ ყველაფერში და როგორ კარგად შეიკრება სტრუქტურა. აქ უკვე ვიწყებ სტრუქტურის აწყობას, რამდენიმე არხის გაგანიერება დამჭირდა, იმიტომ რომ ზედმეტად ვიწრო გამომივიდა, მაგრამ ცოტა მუშაობის შემდეგ ყველა ფიცარი კარგად ჩაჯდა ერთმანეთში. პირველ ეტაპზე შურუპებით ვამაგრებ და შემდეგ უკვე დავამატებ ბოლტებს, როცა ყველაფერი აეწყობა. დროა დავტესტოთ სიმაღლე, რამდენად კარგად მოვიდა მაგიდის ხერხი. ამისთვის ვიყენებ ფიცრებს, რაც მაქვს უბრალოდ სანახავად. როგორც ხედავთ, სიმაღლე ზუსტად არის მაგიდის და ხერხის, რაც მთავარი გამოწვევა იყო. ახლა ამ ფიცრებს ავიღებ და დავჭრი უკვე ფანერას, რომ შეკრას ქვედა ნაწილი, შემდეგ ამოვჭრი ფანერას მაგიდის ხერხისთვის და ზედაპირისთვის. ბეწვა ხერხით ვჭრი ადგილებს, სადაც ფეხები არის, რომ არ შეუშალოს ხელი, როცა ეს ფანერა მთლიანად დაედება დაბლა. აქ ცოტა წვალების შემდეგ მოვახრეხე, რომ ფანერა დაბლა ჩამეწია, მთლიანად არ მოხსენი ფიცრები, რომ სტრუქტურა შენარჩუნებინა მაგიდას. და უკვე ახლა ვაშრუპებ, რომელიც დიდად შემატებს სიმყარეს ყველაფერს და ვაგრძელებ ზედა ფიცრების დაბრუნებას და ზედა ზედაპირების გაკეთებას. მორჩენილი ფანერებისგან ვაკეთებ იმ ზედაპირს, რაზეც მაგიდის ხერხი წავა, ამიტომ ერთი ნაწილი არის ეს და მეორე არის შედარებით პატარა. აქ მაინტერესებს თუ ნახავთ შეცდომას, რომელზეც ახლა ამ მომენტში უშვებ და გავაცნობიერე ეგ შეცდომა. სხვადასხვა მხარეს ამოვჭერი ოთხკუთხედები. ასეთი შეცდომები ხშირად არის სამწუხაროდ, მაგრამ გამიმართა და მქონდა მეორე ასეთივე ფანერა, რომელიც უკვე სწორად ამოვჭერი და დავამაგრე ზედაპირი. წინ მივიწევთ. ახლა რაც დარჩა არის ის, რომ მაგიდის ზედაპირი მოვარგო, აი ეს იქნება ამოსაჭრელი აქ, რომ ეს რკინა, რომელიც მოძრაობს, როცა მე ამ ხობეს ვამოძრავებ, გავიდეს მაგიდის უკან და არ შეუშალოს ამას ხელი. მაგის შემდეგ უკვე ზედაპირს ამოვჭრი ამ ზომაზე, აქ დაჭირდება დანარჩენი საყრდენები პატარა, რომ მყარი იყოს მთლიანად გარშემო ზედაპირი და მოვრჩებით. უკვე ღობეს კარგად ვამოძრავებ წინ და უკან. რაღაც მომენტებში დამჭირდა შალაშინით ოდნავ დაწევა სიმაღლის, რახან მილიმეტრებში ჭირდება, რომ იყოს სიზუსტე. ახლა ვამაგრებ გვერდებზე სიმყარებს და ვამზადებ ზედაპირს, სადაც კიდევ ერთ შეცდომას უშვებ. ახლა როცა ვჭრი ოთხკუთხედს ზუსტად შუაში, საბოლოო ჯამში ასე დადებას ვერ მოვახერხებ მაგიდის ხერხზე და მომიწევს, რომ ერთი მხარე მთლიანად ჩამოვაჭრა ამ ფანერას, რასაც ახლა ნახავთ. რახან ღობის მექანიზმი მარჯვენა მხარეს მოძრაობს, სრული სიცარიელე ჭირდება მაგ ადგილს, ამიტომ მომიწია ჩამჭრა ამ გვერდის და ცალკე როგორც კუნძული ისე გავაკეთე ეგ ნაწილი და უკვე უპრობლემოდ მოძრაობს ღობე წინ და უკან. და დარჩენილი ფანერა უკვე მთლიანად დანარჩენ ზედაპირზე ეფარება და მაგრდება. კიდევ ვამრგვალებ, რომ რაღაცა თუ მიედო მარტივად გადაცვლდეს ზედაპირზე. და დასრულებულია ჩვენი მაგიდის ხერხის მაგიდა. ღობე ჩვენივად მოძრაობს.
ზედაპირი ლამაზია, ქვედანაწილი არც თუ ისე ლამაზია, იმიტომ რომ უკვე დავიწყე საწყობად გამოყენება ამ ყველაფრის. ამ ეტაპზე ჩემ მხოლოდ შრუპებია, მაგრამ ბოლტებს დავუმაგრებ. ყველაფერი საერთოდ ჯამში ძალიან კარგად გამოვიდა, მაყოფილი ვარ. ბევრ რამეს დაიტევს ეს მაგიდა და ძალიან დამეხმარება უკეთესად მუშაობისთვის. მადლობა, რომ წავუმყევით ამ პროცესში. თუ მოგეწონათ კონტენტი, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და გავაკეთოთ ბევრი საინტერესო პროექტი კიდევ ერთად.